კი რამე გვაკლია დებატებია, დებატების სივრცე და დებატების კულტურის დემონსტრირება, როცა ერთმანეთს არგუმენტებულად ეკამათებიან ერთმანეთს. ხო, არგუმენტებით რომ ეკამათებიან. დღეს როცა მრავალფეროვანი ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია სწორედ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება. მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტირებულად ისწავლოს მსჯელობა. დებატების გამოცდილებაა მნიშვნელოვანი. იმჟელონ არგუმენტირებულად დაიცვან თავიანთი პოზიცია და ამავდროულად პატივისცემით მოусმინონ სხვას. რაში ეხმარება დებატების გამოცდილება? მისი ტექნიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს და სად უნდა მიიღოს ეს გამოცდილება? მოზარდმა თემას ლიზა მოსიძესთან ერთად წარმოგიდგენ ჩვენ ჟურნალის თხოვნშემოგვიერთის უკვე სტუდიაში. მოგესალმები ლიზა. ისე მივესალმები მაყურებელს. დღეს უნდა ვისაუბროთ დებატებზე და ამ საკითხით უფრო და უფრო მეტი ადამიანი არის უკვე დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაშიც და საერთაშორისო გამოცდილებით კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ან სკოლის აზაკში დებატობდნენ, ან მას შემდეგ აქვთ მიღებული ეს გამოცდილება, ბევრ პრობლემატურ სიტუაციაში იღებენ უფრო მარტივად გადაწყვეტილებებს. დებატები მხოლოდ კამათი არ არის, ეს არის გზა, რომელიც ადამიანს ასწავლის ფიქრს, აზრს და მის ჩამოყალიბებას, მოსმენას, არგუმენტაციას და რაც მთავარია კრიტიკულად აზროვნებას. გუნდური მუშაობა, ლიდერობა, დროის მართვა და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ალბათ დღეს განსხვავებული აზრის მიმღებლობა და პატივისცემა. სწორედ ამ უნარების განვითარებაში ეხმარება დებატების ტექნიკა ადამიანებს გაარჩიონ ფაქტი მოსაზრებისგან და პირიქით. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი თბილისის დებატების სკოლაში 17 წლამდე მოზარდების მიღებას იწყებს, მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ პროგრამაში, გაიარონ პრაქტიკული სასწავლო კურსი და მონაწილეობა მიიღონ დებატების ტურნირებში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბითაც. ვინ და როგორ შეიძლება გახდეს ამ პროექტის ნაწილი და რა რეალურ სარგებელს აძლევს მოზარდს დებატებში ჩართვა, საკუთარ გამოცდილებას დღეს ჩვენი სტუმრები გაგვიზიარებენ. თინეთი მცერცვაძე, ფსიქოლოგი, დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, მოგესალმებით. მოგზანდით და ასევე ამერიკული აკადემიის მოსწავლეები თეკლა ზალდასტანიშვილი და კატო მაღლაკელიძე არიან ჩვენი სტუმრები. მადლობა რომ შემოგვიერთდით სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. საინტერესოა მოვისმინოთ მოსწავლეებისგან ეს გამოცდილება, თუმცა ქალბატონი თინა ალბათ უკეთ აგვიხსნის, როდის დაიწყო საქართველოში საერთოდ ამაზე ხმამაღლა საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც განსხვავებული აზრის დაფიქსირება ჯერ კიდევ 40-30 წლის წინ შეიძლება არ იყო ასეთი მარტივი, ხო? დღეს კი რაღაც დებატების სკოლაზეა საუბარი. აი, როდის დაიწყო საქართველოში საერთოდ ამაზე ხმამაღლა საუბარი? მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისათვის. დებატების ტექნიკა და ის უნარები, რასაც ესწავლება ანვითარებს, უკვე დიდი ხანია, ძალიან მოთხოვნადია და ეპოქაც კი შეიცვალა. ჩვენ 90-იანი წლების ბოლოს დავიწყეთ და მაშინ ეს სრულიად სხვა სინათლე იყო. დღეს სრულიად სხვა სახის მოთხოვნილება არის, რომელსაც აკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, ეს სწავლება, იმიტომ რომ ამ ეპოქამ მოიტანა სწორედ ის, რომ ახალგაზრდები გახდნენ უფრო მეტად ჩაკეტილები, ვიტყოდი, ანუ ორი უკიდურესობა გვაქვს ამ დიჯიტალურ სამყაროში, იმდენად არიან მიჯაჭვულები ეკრანს, თუ იმდენად არიან ჩართულები აი ამ ვირტუალურ სამყაროში, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული სახით სოციალური უნარების განვითარების საჭიროება, მეორეს მხრივ ხშირად არასწორად ესმით ახალგაზრდებს, თუ რას ნიშნავს თავისუფლება, თავისუფლად აზრის გამოთქმა და როგორ უნდა დაიცვან ის ეთიკური ნორმები, რომელიც ზღვარზეც გადიან ხოლმე და რასაც ხშირად თავხედობასა და თავისუფლების აღრევას ვეძახით ხოლმე ჩვენ. ამიტომ ამ მხრივ ნამდვილად საჭიროება დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც აი თქვენ ბრძანეთ პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო და მე მიხარია ის, რაზეც თქვენ საუბრობდით, ის კვლევები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და სწორედაც დიდი პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის, რომელიც გუდევაძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით უკვე მე-6 წელია მიმდინარეობს, გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე მეცნიერულ დონეზე დადასტურებულად ვთქვათ, როგორ იცვლებიან ახალგაზრდები, ვინც გაივლიან ამ სწავლებას და აი მაყურებელს კარგად მინდა ავუხსნა, რომ ეს არ არის კონკრეტული შედეგები შეგიძლიათ აგვიხსნათ? მე როგორც
ფსიქოლოგს ჩემი სადოქტოროს თლიან ამას მიუძღვენი და ნამდვილად შემიძლია ძალიან კონკრეტულად თქვა რა შედეგებზე გავდივართ, რაც შეიძლება ამ მცირე დროში ითქვას, იმიტომ რომ ხშირად დებატები რაღაც კამათთან ან დაპირისპირებასთან ასოცირდება. ეს არ არის. აი დებატების სკოლა და თბილისის დებატების სკოლა, ახლა რომელსაც ვთავაზობთ ჩვენ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ითვალისწინებს ხანგრძლივ სწავლებას. ეს არ არის ერთი მომზადება ან რაღაც ტრენინგების ციკლი ან ერთთვიანი კურსები, ეს არის მინიმუმ 1 სასწავლო წელი, 1-დან 3 სასწავლო წლამდე საქმიანობა, რაც ითვალისწინებს სისტემატიურ მეცადინეობებს, რომლის შემდეგაც ახალგაზრდები ხდებიან უფრო მეტად გუნდურები, სწავლობენ მოსმენას, ამას სწავლება ჭირდება. ჩვენ ხშირად გონია რომ მოსმენას რა უნდა და ესეთი ადვილი არ არის. ან ის ყბადაღებული თემა რომ პატივივცეთ ერთმანეთის აზრს, აი ესეც როგორ უნდა ისწავლონ, ამასაც ტექნიკა ჭირდება და სწავლება. რეალურად ამას ეს პროცესია, რომელსაც მოიცავს ალბათ სანამ მივალთ დებატებამდე და ეს ყველაფერი ჩვენ სტუმრებს აქვთ გამოცდილი და საინტერესო უკვე გაგვიზიარონ საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია, როგორც ვიცი, თეკლამ და ეს საერთაშორისო გამოცდილება კიდევ უფრო ალბათ მკაფიოდ განახებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სწავლის მიღების შესაძლებლობა გქონდეს რეალურად ჩვენს ქვეყანაში. როდის დაინტერესდი და რამდენი ხანია, რაც უკვე აქტიურად ხარ ჩართული დებატებში და ვიცი რომ ამას აქვს გავლენა, იმიტომ რომ თქვენი თანაკლასელები, თანატოლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ხო? დიახ, გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. იმით დავიწყებდი, რომ მე ვსწავლობ ამერიკულ აკადემიაში გივი ზალდასტანიშვილის სახელობის, სადაც მთავარი არის დისკუსიები და ის მაგიდა, რომლის გარშემოც მოსწავლეებს ყოველ გაკვეთილზე და ყოველ კლასში გვაქვს დისკუსიები ერთმანეთში. მერვე კლასში, როდესაც ამ სკოლაში ჩავაბარე, ძალიან მიჭირდა ჩემი აზრის გამოთქმა. სულ იმაზე ვფიქრობდი, თუ სხვას რა რეაქცია ექნებოდა ჩემს პოზიციაზე. და ამის გამო დედაჩემა, რომელიც ჩემს ასაკში ასევე დებატებში იყო ჩართული, მირჩია, რომ კარგი იქნებოდა, რომ დებატების სკოლაში შევსულიყავი, სადაც მომეცებოდა ის უნარები, რაც დისკუსიებში სკოლაში და სკოლის გარეთაც გამომადგებოდა. და ხო და რა იყო ეს? ხო, რა უნარები? უფრო თავდაჯერებული გაგხადა? იცი რატომ გეკითხები ამას? რა თქმა უნდა, მაყურებელს რო აუხსნა, ხო? აი ეს თავარი უნარები, რის დამსახურებითაც მე ეს პროცესი უკვე გიადვილდება. პირველ რიგში აი გუნდურობა, როგორც უკვე ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემ თანატოლებთან ერთად, ჩემი აზრის დაფიქსირება, გავრცელება, მათი აზრის მოსმენა, რითიც ჩვენ შევქმნით საერთო სურათს. ამასთან ერთად კრიტიკული აზროვნება, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც პოზიცია გაქვს მოცემული, აუცილებელია, რომ ის პოზიცია ისე დაიცვა და ისეთი არგუმენტები მოიყვანო, რის შეკამათებაც ცოტა უფრო ძნელი იქნება. ამასთან ერთად მე მომწონს ის პროცესი, რომ აი რაღაცას რომ ვიტყვი, არ ვარ დასტრესელი, არ ფიქრობ იმაზე თუ ის რას იფიქრებს, უბრალოდ ჩემი მთავარი არის რომ ის პოზიცია დავიცვა, რაც მოცემული მაქვს. თეკლა, აი დებატების მიღმა ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ იყენებთ ამას, აი მაგალითად კლასში, თანაკლასელები, როცა რაღაცა საკითხს განიხილავთ, ხო, შეიძლება სულ არ ეხებოდეს გარემოს დაცვას ან თქვენი უფლებების დაცვას, მაგრამ აი ყოველდღიურ კომუნიკაციაში თუ გამოგიყენებია ეს უნარები. კი, აი მაგალითად სასწავლო პროცესში, კლასებში, როდესაც რაღაცა განვიხილავთ, მაგალითად ქართულში რაღაცა მოთხრობას თუ განვიხილავთ, რაღაცა აზრის დაფიქსირება თუ მინდა, ყოველთვის ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ, რადგან ვიცი თუ როგორ უნდა გავამყარო ჩემი არგუმენტი სწორად, დალაგებულად, მიმდევრობით და როდესაც ვიღაცას რაღაც კითხვა გაუჩნდება, ან თუნდაც ჩემი წინააღმდეგება, იმაზეც აღარ ვფიქრობ, მაგალითად მოსწონს თუ არა ჩემი პასუხი. მე ვიცი რომ რაღაცას რასაც ვამბობ არ აქვს გამართლება და ყოველთვის ბოლომდე ვცდილობ ხოლმე რომ დავანახო ჩემი მოსაზრება ყოველს. შენ წარმატების შესახებაც უნდა გითხრა, ლატვიაში იყო, ხო, როგორც ვიცი, საერთაშორისო პრაღაში. ხო, თავიდან იმიტომ შევედი დებატების სკოლაში, რომ დამეძლია ის შიშები და ის კომპლექსები, რაც აქამდე მქონდა საგაკვეთილო პროცესებში და ზოგადად კლასის გარეთაც. მაგრამ ანუ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მივაღწევდი ისე წარმატებას, რომ სრული დაფინანსებით ეროვნულ დებატებზე მოვხვედრილიყავი, სადაც იქ ცალკე უფრო დიდი გამოცდილება მივიღე ჩემი ცხოვრებისეული. რას მოიცავდა ეს გამოცდილება? ანუ ინგლისურ ენაზე იყო დებატები გამართული, როგორც ხვდები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. სხვადასხვა ქვეყნის და კი, მთელი სოფლიოდან გავიცანისხების კულტურა, ადამიანები, ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს დებატები უფრო საინტერესო იყო, რადგან დავინახე, როგორი სწავლება იყო მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში, როგორ შემეძლო უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ.
თქვენი გამოცდილებაც ძალიან გვაინტერესებს. მე ვიცი რომ გავლენა ქონდა ხო კატოზე თეკლას გამოცდილებას და ამიტომაც აღვნიშნე რომ როცა უყურებ შენ თანაკლასელები ასე აქტიურად არიან ჩართულები და რამდენად შედეგიანია თან მე ეს პროცესი მოსწავლისთვისაც ეს мотиваციაა ხოლმე. თქვენ შემთხვევაში როდის მოხდა ეს დაინტერესება და როგორ? 3 წლის წინ შევერთდი დებატების სკოლას და პირველ დებატების შესახებ გავიგე თეკლას მეშვეობით. და მე-9 კლასში დამაინტერესა ყველაზე მეტად ამ ყველაფერმა და ამ 3 წლის განმავლობაში თავდაჯერებულად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ წელს ძალიან დიდი სიხარული ველოდები ამ წელს, რომ ისევ შევუერთდე ამ პროცეს ტურნირების ნაწილი ვიყო. და ანუ გავიცნო კიდევ უფრო მეტი ადამიანი, როგორც ვახსენეთ გუნდურობაზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემი აზრით არის, რომ ეს დებატები გასწავლის თუ როგორ შეიძლება გამონახო საერთო ენა ხალხთან. და შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გიადვილებს ეს ყველაფერი. და ასევე მასწავლა დებატებმა თუ რომ ყველანაირ სიტუაციაში უნდა გავითვალისწინო ორივე მხარე, რომ აი თქვენ რა ცდილობარაკეთ, რომ ანუ ყველანაირი კამათის და ზედმეტი ემოციების გარეშე შევძლო ჩემი პოზიციის დაცვა და ანუ აზრის გამოხატვა სწორად არგუმენტების. შენ გაკვირვებით ამჩნევ ამ ცვლილებას, რომ მანამდე თქვა უფრო ემოციური იყავი რაღაც საკითხებთან მიმართებით, რაზეც კამათობდით, შეიძლება თუნდაც მეგობრების წრეში და ახლა უფრო მეტად არგუმენტირებულად და მშვიდად შეგიძლია ამაზე საუბარი. კი, აი ზუსტად აქ ვამჩნევ ყველაზე დიდ განსხვავებას, რადგან ანუ აი ხვდები რომ იგივე ანუ სივრცეში შევდივარ თითქოს როგორც აი დებატების ფორმალური ტურნირის დროს, აი კლასში როდესაც გვაქვს დისკუსია და შემიძლია ხო აი ყველანაირი კამათის და ჩხუბის გარეშე ვიცი რომ შემიძლია ჩემი პოზიცია დავიცვა არგუმენტებით და არ არის საჭირო ზედმეტი ემოცია. დებატების ტექნიკას მშობლებთან თუ იყენებთ, საინტერესოა. და ეს როგორ ითარგმნება აი მეგობრებთან ურთიერთობაში, მშობლებთან ურთიერთობაში, თუ დაგეხმარა თუ გქონია სტატისტიკა მაგაზე მე რა გაგიზიარებთ. ჯერ ვკითხოთ, ვისაც პირადი გამოცდილება აქვს და თუ ქონია ესეთი შემთხვევა. არის ხოლმე, როდესაც მე რაღაცა აზრზე ვარ, დედა ჩემი ან მამა ჩემი რაღაცა აზრზეა, როდესაც მინდა რომ ჩემი პოზიცია უფრო გავამყარო, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების და ჩხუბის და კამათის გარეშე, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ის გადმოცე, რასაც მე ვგრძნობ, რასაც მე ვფიქრობ და მე ჩემი ოჯახის წევრებიც ხანდახან ითვალისწინებენ, ხანდახან არა, მაგრამ მათი პოზიციას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ და ჩემსაც მაინც როდესაც შევლებთან ხარ კიდე სხვა არის ჩემი აზრით, ვიდრე როდესაც ანუ ფორმალურ გარემოში ხარ, მაგრამ ანუ დებატებმა ასევე განმევითარა ანუ სწრაფი აზროვნება და კრიტიკული აზროვნება, რომელიც შემიძლია მეხმარება ამ სიტუაციაში, რომ სწრაფად შემიძლია უპასუხო. მაგრამ ნუ ხო იმდენად სიმშვიდესაც ვერ ვინარჩუნებ როგორც ფორმალურ. თქვენ სტრესში არ არის მეგობარი, რომელიც არ გაცილით ბოლომდე გამოთქვა თქვენი აზრი. როგორ იქცევით ასეთ დროს? არის ხოლმე და ხშირად. ო, კაი რა შერას, ეგრე კი არა, ესე არის. არა, არ ყავთ ეგეთი მეგობარი, ხო, გეყოლებათ აუცილებლად. ხო და ამ დროს ხო რაღაცა დისკომფორტია, აი, შენ რო იცი რომ ჯობია რომ ბოლომდე დაგაცადონ და გამოხატო შენი აზრი, ხო, მე მასაც ბოლომდე დაასრულებინებ და მოусმენ, მაგრამ რო არ გაცდის, რა როგორ იქცევით ესეთ დროს? მე ყოველთვის ვცდილობ რომ შევინარჩუნო სიმშვიდე, მაგალითად კლასებშიც ხშირად მქონია რომ მე რაღაცა აზრის დაფიქსირებას რო ვცდილობ სხვა ხელს მიშლის ხოლმე, მაგრამ მე ვჩუმდები ყოველთვის ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, შემდეგ მას ვუსმენ, მე ვიძახი რომ გასაგებია, მაგრამ რაღაცას ვაფიქსირებდი, მე ისე ვიმეორებ ამას და თუ კიდევ შემეწინააღმდეგება და თუ კიდე არ დამაცდის, ნუ მე უკვე ჩვენი მასწავლებლები ჩაერთვებიან და ნუ ეს ძალიან კარგია ჩვენ სკოლაში, რომ ყოველთვის, რადგან ჰარკნესის მაგიდაზე ვართ ყველა ბავშვები, ანუ ოვალურ მაგიდაზე, ყველა ერთმანეთს თვალებში უყურებს, მასწავლებლებიც ხედავენ, მაგრამ გაკვეთილი მასწავლებლის მაგათ ბავშვებს მიყავს. ეს არის ყველაზე საინტერესო, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ ხანდახან როცა საჭირო გახდება და მასწავლებელი რო დაინახავს, რომ ბავშვებს შორის რაღაცა კონფლიქტი ან ვიღაცას არ აცდის და არ თმევს ამ უფლებას, ნუ მე ერთვებიან და მე უკვე ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება ხოლმე. ქალბატონო თინა, თქვენ აი როგორც ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში, როგორ უყურებთ რამდენად მნიშვნელოვანია ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში უკვე რეალურად ამ უნარების ქონა? ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სკოლის მოსწავლეებზე და შეუძლიათ ვისაც აქვს სურვილი რომ უკვე როგორც ვიცი მიღება დაწყებულია, თუმცა აი სტუდენტებთან მუშაობთ და ნებისმიერ ადამიანთან ვისაც აქვს სურვილი რომ ეს უნარები განავითაროს და აი ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ დაკვირვებით რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს ამ უნარების ქონა.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და ეხლა როგორც დინო ბრძანა, ასეთი შემთხვევები ხშირია დასრულებში განსაკუთრებით, ხო, როდესაც არ გაცდიან საუბარს გაწყვეტნები და როგორ უნდა მოვიმოქმედოთ, ხო, ამ დროს. და მშობლებთან დაკავშირებით რა ხდება? ძალიან ხშირად გვაკითხავენ მშობლები მოსწავლეების, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეხლა ჩვენც გვასწავლეთ, რომ შევძლოთ სათანადოდ აღვუდგეთ დიახ, აი ამ წინააღმდეგობას და მე მიხარია, რომ დასრულთა რიცხვიც მატულობს. ანუ გააცნობიერეს ადამიანებმა, რომ სჭირდებათ ამ ხრივ გაძლიერება, რომ კონსტრუქციულად იმსჯელონ. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც ხედავენ, რომ აი ესეთი ტიპის ემოციური, იმპულსური, აგრესიული ჩარევა თუ პასუხის გაცემა არ არის ეფექტიანი და ამიტომ ჭირდებათ რომ აღჭურვილი იყვნენ ყველა იმ ინსტრუმენტით, რასაც ჩვენ ვაძლევთ და ვაწვით, როგორც მოზარდებს, ასევე ახალგაზრდებს და მე მინდა გითხრათ, რომ ახლა ჩვენ თბილისის სკოლაზე, დებატების სკოლაზე ვსაუბრობთ და იმაზე თუ რა შედეგები აქვთ მოზარდებს აქ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენმა კვლევებმა დაადასტურა, როგორი საჭიროება არის ახალგაზრდებში, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ახლა გვაქვს ესეთი კიდევ ასევე მიმდინარე პროექტი ახალგაზრდობის ხმა, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და აქ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა რეგიონში უკვე გავხადოთ ხელმისაწვდომი ეს სწავლება და როგორც კი საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ, სადაც კი მივიდა ინფორმაცია, ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოთხოვნა გაჩნდა იმის, რომ შეისწავლონ მოზარდებმა, ახალგაზრდებმა პირველ რიგში ეს ყველაფერი, აი საოცარი კონკურსი გვაქვს, აი სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაგვრჩა შესაძლებლობა, რომ ტრენინგები ჩავატაროთ და ყველგან დიდი მონდომებით გვაკითხავენ და სულ უფრო მეტად და მეტად იზრდება აი ამისი მოთხოვნაც და ეს ძალიან მიხარია და აი იგივე რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ თეკლასგან ჩემი კვლევა ზუსტად ამას ეფუძნებოდა, რომ დასრულები, რომლებმაც გაიარეს ეს სწავლება და ახლა უკვე მათი შვილები არიან მოზარდები, იმდენად თვალსაჩინოდ დაინახეს, რომ მათ ნებისმიერ პროფესიაში გამოადგათ ეს სწავლება, გაუმჯობესდა მათი კარიერული წინსვლა თუ ყოველდღიური ყოფა, რომ აი მართლაც ერთი სული აქვს ხოლმე, რომ მათი შვილები ჩაერთონ ამ სწავლებაში, ასეთი არაერთი შემთხვევა გვაქვს და მთლიანად კვლევაც სწორედ აი ამას ითვალისწინებდა, რომ დაგვედასტურებინან, რომ ნამდვილად იცვლებიან ადამიანები პიროვნულ დონეზე გარკვეული პარამეტრების თვალსაზრისით ისე უფრო პოზიტიურად, რომ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო სწრაფად ადაპტირდებიან იმ ცვალებად გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რაც მთავარია აქვთ შემდგომში უნარი უკვე, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირონ თამამად, ხმამაღლა და რაც მთავარია არგუმენტირებულად. თინა თინცერცვაძე, თეკლა ნაცვლიშვილი და ეკატერინე მაღლაკელიძე გსტუმრობდნენ დაგემშვიდობებით. ვიზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები, ხო? მე მომავალში სიამოვნებით გიმასპინძლებს თქვენ სტუდიაში ის სასაუბრო თემებს, რა გამოვლებს თქვენს თაობასთან.